დღეს საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში მოისმინა. Წარმოადგენელი ანგარიშის მიხედვით თანხების შესაბამისად ვერ იქნა მობილიზებული აუთვისებელია ხარჯვითი ნაწილიც. შენიშვნები ძირითადად ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრებმა გამოთქვეს. დღესვე დეპუტატებმა 2013 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს უყარეს კენჭით ცვლილების მიხედვით გაიზარდა სხვადასხვა პროგრამების დაფინანსება. საკრებულოს წევრებმა მერიისა და საკრებულოს დროებითი მოვალეობის შემსრულებელთათვის საკონკურსო საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებაც იმსჯელეს. გადაწყდა, რომ კომისიის თავმჯდომარე მერი ჯემალ ანანიძე იქნება, წევრებს შორის კი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იქნებიან. საკრებულომ დღეს სულ 30 საკითხი განიხილეს, ხდომის დეტალები ჩვენს მთავარ გამოშვებაში. შემოსვლების ნაწილში ბიუჯეტი შესრულდა დაახლოებით 96%-ით, ხოლო გადასახდელების ნაწილში 80%-ით, რაც შეეხება შემოსვლების ნაწილში ბიუჯეტის შეუსრულობას, განპირობებულია ფინანსური დახმარების სრულად მიღებლობით, ხოლო რაც შეეხება გადასახდელების ნაწილს, არის გარკვეული პროგრამების ჩამონათვალი, რომელიც მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო წელს სრულად ვერ განხორციელდება. 9 თვის განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ ბათუმის ბიუჯეტს იმ შემცირებულ ბიუჯეტს, რომელიც სამჯერ ნაკლებია ვიდრე წინა წელს იყო, შემოსავლის ნაწილში აკლდება თანხები 2,5 მილიონ ლარზე მეტი, როგორც მახსოვს და უფრო მეტიც, ეხლა მე-11 თვემილის და 11 თვის მონაცემით ეს დანაკლისი შემოსავლის ნაწილში ბევრად უფრო მეტი არის კიდე. ამის გამო მე საკრებულოს თავმჯდომარეს მოვთხოვე პასუხი, რომელმაც განმარტარო მე არ ვიცოდი ეკონომიკა. და ძალიან გასაოცარია, როცა პრივატიზების თემა, ანუ არაფინანსური აქტივების კლება კატასტროფულად დაბალია წინა წლებთან შედარებით. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქალაქში ინვესტორი აღარ შემოდის. ადამიანები ფულს აღარ დებენ საქმეში.